გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს მიეძღვნება როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებ გარეთ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, საქართველოში ქართველმა ხალხმა წერტილი დაუსვა და თავის სიტყვა თქვა 17 მაისს. 17 მაისს ითქვა ის, რომ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელმა პოლიტიკოსებმა და ორგანიზაციებმა და საერთოდ მთლიანად ამ იდეოლოგიამ უნდა დატოვოს საქართველო. და არა მარტო საქართველო, არამედ მსოფლიოს უთხრა უკვე საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა და მსოფლიოს დაანახა უკვე, რომ რა არის ქართველი ხალხი, რა სიტყვის საქართველოს მოსახლეობა და რა გზით და რა მიმართულებით მიდის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ეს არის მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა და ეს არის მართლაც გამარჯვება ლიბერალიზმის წინააღმდეგ, ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ. და ამას ყოველთვის აკეთებს ქართველი ხალხი. სწორედ იმ დროს, როდესაც უკვე საქართველო არის განსაცდელის წინაშე. და დიახ, მეგობრებო, ჩვენ არაერთხელ შემოგვიტია სწორედ ამ ბინძურმა იდეოლოგიამ და არაერთხელ ეცადენ ამ ბინძური იდეოლოგიის საფუძველზე წაეშალათ როგორც ისტორია, ასევე ის ოჯახური ტრადიციები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ღმერთის მიერ ბოძებული და ჩვენი არის ეს ყველაფერი ისტორიულად. ამას აკეთებდნენ წლების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში. ამას ასე მოქმედებდა სწორედ ის დასავლური სპეცსამსახურები, რომელმა დასავლურმა სპეცსამსახურებას თითქმის წაუშალა მეხსიერებაში ახალგაზრდა თაობას, რა არის საქართველოს ისტორია და რა არის ქართველი ხალხი. მაგრამ ქართველმა ხალხმა ეს მაინც თავისი გააკეთა და ქართველმა ხალხმა ბეჭედი დაუსვა ამ სიბინძურეს, რომელიც სიბინძურეც ჩვენ უნდა გავდენოთ საქართველოდან. და ასევე კიდევ მეტიც ქართულმა ოცნებამ, აბატონო, არჩევნებს ხომ იძახოდნენ, ჩაატარა არჩევნები აგერ ქართულმა ოცნებამ და დაანახა იმ გარე ძალებს ის რესურსის 17 მაისს იყო გამოსული ქუჩაში. ჩვენ ამ თემებთან საკავშირებით გვექნება საუბარი დღეს. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლიტოლოგი ბატონი ჯუმბერ თავართქილაძე. ბატონო ჯუმბერ, მოგესალმებით, მადლობა რომ მომზადეთ სტუდიაში. ბატონო ჯუმბერ, მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. რა იყო 17 მაისი? გასაგებია იყო, ეს არის დღესასწაული და პატრიარქის მიერ რომ ვიტყვი, აკურთხეს და აკურთხეს დღესასწაული ოჯახის სიწმინდის დღე, ხო? მაგრამ კიდევ რა დატვირთვა ქონდა ამას და რა იყო ეს და რა დაანახა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მსოფლიო ლიბერალიზმს. მოდი პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო ქართულ ოპოზიციას. ქართული ოპოზიცია, როგორც გახსოვთ და ვიცით, ქართული ოცნებიდან ითხოვდა რიგარაში საპარლამენტო არჩევნებს. მოდი ამ კუთხით შევხედოთ ახლა. ქართველმა ხალხმა თავად ჩაატარა 17 მაისს რიგარაში საპარლამენტო არჩევნები და უსამძიმრებ ქართულ ოპოზიციას იმის გამო, რომ კვლავ წააგო. 17 მაისი ეს იყო ზეიმი. ბატონო ტრისტან, მეც გახდით იქ. დიახ. მინდა გითხრა, რომ საერთოდ უცნობის საზოგადოება ერთმანეთს ვესალმებოდით, გვიხაროდა. ამდენი გაბრწყინებული ქართველი სახე მე ცხოვრებაში დიდი ხანი არ მინახია. ცხოვრებაში როგორ არ მინახია, მაგრამ დიდი ხანია მე არ მინახია. ბოლო 20 წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ არ მინახია ამდენი გაბრწყინებული სახეები, ამდენი ერთმანეთზე მონატრებული ქართველები ხვდებოდით ერთმანეთს. საერთოდ უცნობის საზოგადოებას მე ვესალმებოდი, ისინი მე ვესალმებოდნენ და ასე შემდეგ. ეს იყო სახალხო ზეიმი. ეს იყო სახალხო ზეიმი, რომელმაც ზეიმაც პირდაპირ მინდა გითხრა, რომ დასავლეთს და ამერიკას ჩაარტყა ჩაქუჩი თავში. დასავლეთს და ამერიკას უთხრა, რომ ჩვენ თვითღირებულებებს არ დათვოთ, ჩვენს ღირსებას არ დათვოთ, ჩვენს მეუბნებას არ დათვოთ. ეს იყო ევროპაზე დიდი გამარჯვება, ამერიკაზე გამარჯვება, ეს იყო ლიბერალიზმზე და LGBT ამ სექტებზე გამარჯვება იყო. ეს იყო ქართველი ერის დიდი გამარჯვება. ეს იყო ის გამარჯვება, რომელიც შეიძლება ითქვას დასაწყისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა. საქართველოს დამოუკიდებლობა 99 წელს არ გამოუცხადებ, გამოაცხადა ქაღალდზე, მართალია, მაგრამ 99 წლიდან გამოვიყეთ საბჭოთა კავშირის
ბლოკიდან და გავხდით, თუმცა საბჭოთა კავშირის ბლოკში როცა ვიყავით, ჩვენ არ ვიყავით მონები. თანასწორუფლებიანი ვიყავით და თუ ვინმე კარგად ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში იყო საქართველოს მოსახლეობა. კი, გეთანხმებით. მაგრამ 90-იან წლებში შევედით მონობაში ამერიკასთან და ევროპასთან. გამიგეთ? ჩვენ არასოდეს არ ყოფილვართ დამოუკიდებელი ქვეყანა ამ პერიოდის განმავლობაში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება უნდა გამოცხადდეს 22 წლის თებერვლის შემდეგ. რაც ქართულმა ოცნებამ ღიად დააფიქსირა თავისი საგარეო პოლიტიკა, რომელიც კიდევ ერთხელ მანამდე თუ რაღაც კითხვები მქონდა საგარეო პოლიტიკასთან ქართულ ოცნებასთან, დღეს ქართულ ოცნების საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში არანაირი კითხვა არ ისმის და 2022 წლის შემდგომ არაერთხელ ეთერში მოვუწოდებდა თითქოს ქართულმა ოცნებამ შეესმინა ჩემი თხოვნა ვედრება და სულ ვეუბნებოდი რომ თქვენი მოკავშირე უნდა გახდეს ქართველი ხალხი. როცა ქართველი ხალხი შენი მოკავშირე, ამ შემთხვევაში ხარ ძლიერი. ძლიერი ხარ, უძლეველი ხარ. კი ბატონო, გეთანხმებით. და როცა ქართულმა ოცნებამ ეს ჩემი თქო როგორცაც შეისრულა თუ არ ვიცი რა მოხდა, მე თავზე არ ვიქი, მაგრამ ეს მოწოდებები მე ყოველთვის მქონდა. მაგრამ საქმე რა შეეხლა იცი? თვითონ ქართულმა ოცნებამ დაინახა რომ როცა შენი მოქალაქეები, შენი თანამებრძოლები ხდებიან, შენი მოკავშირეები ხდებიან, შენ ხარ უძლეველი. შენ ვერავინ ვერ მოგეძლო. რა თქმა უნდა. ეს დაადასტურა ჩვენ. ხალხი წარმოადგენს ძალას. რა თქმა უნდა და ეხლა თვითონაც ეცხში არიან, ეხში არიან შესული და აი ქართულ მოსახლეობას ესაუბრებიან, საკუთარ ხალხს ესაუბრებიან. ეს არის ძალა, ამ ძალას თუ ასე გააგრძელებენ, ვერავინ ძალა არის ხალხში. კი ბატონო. სახელმწიფო არის ხალხის შემადგენელი, თვითონ ხალხისგან შედგება სახელმწიფო. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიმეორო 17 მაისი ეს იყო გამარჯვება ლიბერალიზმზე. 17 მაისი იყო გამარჯვება LGBT პროპაგანდაზე. 17 მაისი იყო განმეორებითი არჩევნები, ბრიგადაში არჩევნები და აქაც დამარცხა ქართული ოპოზიცია. 17 მაისი გამარჯვება იყო მსოფლიოზე, იმ მსოფლიოს ნაწილზე, რომელიც მსოფლიოს ლიბერალიზმმა დაეპყრო და მონობაში იქცია. მე მინდა ქართულ ხალხს მიულოცო 17 მაისის დღესასწაული კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ მინდა თქვა და გავიმეორო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა ითვალოს 22 წლის თებერვლის შემდგომ და ჩვენ აუცილებლად ამ დამოუკიდებლობას მივაღწევთ. ბუნებრივია, ხელისუფლება უკვე ხდება, რომ საკუთარი მოკავშირე უკვე ქართველი ხალხია, ამ პოზიციას აღარ გადაუხვევს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავხდებით დამოუკიდებელი ქვეყანა. როცა გავხდებით დამოუკიდებელი ქვეყანა ბატონო ტრისტან. დიახ. აი უყურე, შეხედე ახლა ამ კუთხით საქართველოს გახსოვს სააკაშვილი ჩადიოდა სად შეხვედრებზე და აი ძაღლივი დარბოდა, იმასთან მივარდებოდა ლიდერებთან, რომელიც არ იკარებდა, მაგრამ ძალით მივარდებოდა. აი მე მეღირსა პრემიერი, რომელიც ისხდა ლამაზად. თავისთვის წყნარად მივიდა ერთი პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი. კი ბატონო. თვითონ ჩვენი პრემიერი კი არ მიდიოდა, ისინი მიდიოდნენ. მე ერთხელ თქვი თქვენს გადაცემაში და არა მარტო თქვენს გადაცემაში და მინდა გავიმეორო კიდევ ერთი რამ, რომ შემოდგომის ახალ წლამდის ევროპელი ლიდერები შეხვეწებიან ჩვენს ხელისუფლებას, რომ გადატვირთვის პოლიტიკა აწარმოონ უკვე. და რატო? მართალია ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა. მაგრამ არის რაღაც ის რის დათმობაც არ შეიძლება. რაც დავიბრუნოთ რა. ღირსება, მეობა და ადამიანობა. კი ბატონო. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს დაიბრუნა და ღირსეულ ადამიანთან ღირსეულად ესაუბრებიან. ჩვენ მომავალი წლიდან ევროპის ქვეყნები დაგვილაპარაკებიან. იცი როგორ? თანასწორუფლებიანად გაგვესაუბრებიან, თანასწორუფლებიანად დაждდებიან სკამზე მაგიდასთან რომ ვისაუბროთ და ასე შემდეგ. იცი რა, როცა ვინმეს აჩვენე რომ შენ ხარ სლაბი, შენ ხარ მონა, შენ გექცევენ ისე როგორც მონას ექცევიან. რა თქმა უნდა, მაგრამ შენ როცა აჩვენებ რომ შენ ხარ ღირსეული ქვეყნის შვილი, შენ ხარ ღირსეული ქვეყნის ხელმძღვანელი, შენ ხარ ადამიანი, ძლიერი. მე რა მოხდა რომ პატარა ქვეყნის ხელმძღვანელობა ხო? გაგ ღირსება, გაგ მეობა და გაგ ადამიანობა და გაგ წარსული, ხო? კი ბატონო. ისტორია. სად იყო კაცო? საფრანგეთში სულამოებში იგონებდნენ რომ საკუთარი სხეულის სული გადაეფაროთ.
და ჩვენთან თამარ მეფეს კანალიზაციები ქონდა გაკეთებული და პირველი პარლამენტი შექმნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვეფხვის ყავსის ქვეყანა ვართ ბოლოს და ისტორიის არ მქონი ხალხი. დიახ. ჩვენ როგორ უნდა გვასწავლოს კულტურას ვერ გვასწავლოს, გამიგეთ? ის კულტურა რაც მათ 90-იანი წლების შემდეგ შეიძინეს, ჩვენ ეს არ გამოგვადგება, ეს ჩვენთვის უცხოა. ჩვენ ღირსეული ერი ვართ და ღირსეული ხალხი ვართ და ჩვენ მათი ლიბერალისტური მიდგომა ჩვენ ჩვენთან ახლოს ვერ მოვა. ჩვენ ვიცით რომ უფროს უნდა ვცეთ პატივი, ჩვენ ვიცით დედა, ვიცით მამა, ვიცით ძმა, დედმამიშვილი. იქ ეს ყველაფერი წაიშალა. დამასჯოში ვერ წაშლა. გახსოვთ, სააკაშვილმა დაიწყო ის, რომ კანონი რაღაცა ისეთი, რომ აი თუ მოსწავლე ზის, ახალგაზრდა ბავშვი ზის ავტობუსში და უფროსი ავა, მას არ უნდა დაავთოს. უყურე, სააკაშვილიდან დაიწყო ის ყველაფერი, გამიგეთ. და ეხლა ჩვენ ყველაფერს ვიბრუნოთ, რაც 90-იან წლებამდე ჰქონდა. კი ბატონო. რასაც გვაიძულებდნენ რაღაც მეთოდებით, რაღაც ფინანსური კუთხით რომ გვაიძულებდნენ და სააკაშვილის მეშვეობით გვაიძულებდნენ, ამ ხელისუფლებას მადლობა რომ ეტაპობრივად ვიბრუნებთ ინგლისებას, იმ მეობას, რაც სააკაშვილის პერიოდში სააკაშვილის ხელით სურდა წაეშალა ჩვენთვის. ბატონო ჯუმბე, ეხლა თქვენ სწორად აღნიშნეთ, ისი აი მართლაც რომ იქ იყო გულანთებული ადამიანები ხელისუფლებას ვები არ გამოგყვანია ეს რა გამო იქ პატრიარქმა აკურთხა ეს ყველაფერი და პატრიარქის კურთხებით გამოდის ხალხი, კაცო. ეხლა ცხოვერი თქვია რომ ვიღაცა ავტობუსები ჩამოიყვანეს, ვიღაცას ფული მიწეს, ანუ ვიღაცას რაღაცა დაამინახია ქალაქში შემოს საჯარო სამსახური. არა ბატონო, მე არა ვარ საჯარო სამსახური. ყველა ვიყავით ჩვეულებრივად მისული ადამიანები. ბედნიერი ვიყავი, იმდენ ბედნიერ ქართველს რომ ხედავდი. კი ბატონო. სიამაყით კი ბატონო. ახსავსე ადამიანები ვიყავ. კიდე ერთხელ გეუბნები ბატონო დრისთან. საერთოდ უცნობ საზოგადოებას მესალმებ და უცნობ საზოგადოებას მესალმებ. იცი რა არის, მე რას მივაქცია ყურადღება, ესე ნახეთ ახლა. აი მე რა ესე იგი აბსოლუტურად როგორც ახლა ჩემი მინდა გამომდინარე ამ პროფესიიდან გამომდინარე ახლა, ხო? ეს შემდეგ შეძენილი პროფესია, მე სამხედრო კაცი ვარ, მაგრამ ნუ ახლა ამ ბოლო დროს ამ სფეროში მომიწია მუშაობა, იმიტომ რომ ხედავ მოიტანა სიტუაციამ და ვიღაცამ უნდა ხოვნა თქვათ და რაღაცა პირდაპირ სიმართლე ხოვნა მივიტანოთ ხალხთან, ხო? ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ რომ ეს უნდა გავაკეთო მე და ამიტომ ბრძოლა ამისთვის საჭირო და მე ახლა მიწერდა ხოლმე ხშირ შემთხვევაშიც აი ამ ჭინკების იმაზეც მისვლა გაიგე და ინფორმაციას ხო ნუ ახლა ჭირდება ეს ინფორმაცია იმიტომ რომ ბრძანდები და ყველაფრის ეხლა რა იყო რა ხელა დამძიმებული სიტუაცია იყო ეთი აი რამ ხელა დამძიმებული ზოშედი ხარ აღურა იყო რაღაცა საშინელება რა გეკონებოდა საღა ჯოჯოხეთში ხარო რა თვითონ ეგრევე გზნობდი ადამიანი რა და გუშინ ახლა შემას 17-ში რასამო ბიჭო ჰარმონიაში იყო დადებითი აურა იყო სიხარო როგორ იცი აი ვერც კი გავიგე იქ რუსთაველი და სამებამდე როგორ ამოვედი ადამიანი აი ეს წარმოვიდგინე თქვენ რამ ხელა დიდი ესე იგი რომ ვიტყვი ეს მადლი იყო იქ მადლობა მესათვის პირველ რიგში პატრიარქს რა თქმა უნდა პატრიარქის დამსახურება არის კაცო პატრიარქი რომელიც უნდა მოეკლათ ამათ კაი ამ უსისხლებს და ამ უსამშობლოებს კაი არაერთხელ მოწამეს ადამიანს ეს იყო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბატონ ტრისთან 2090-იანი წლების შემდგომ მე ასეთ ის ზეიმი არ მინახე. აბარაგა, საოცარ რაღაცა იყო. საოცარ კომუნისტების დროს ხო იყო პარადები და რაღაცა, ხო? აი იმ დროსაც კი არ იყო ის. აქამდანაც იმართებოდა ეს სიტყვის დღე, მაგრამ რაც წელს იყო, ასეთი თბილი ურთიერთობა, ასეთი თბილი აურა. ნუ არ ვიცი, ეს იყო ნამდვილი ქართველი ადამიანის ქართველი ერის სახე, ვინც იქ არიყავით, ძალიან ბევრი წააგეთ. ამდენ ბედნიერ ქართველს ვერასოდეს ერთად ვეღარ შეხდებით მომავალ ჩვიდმოგვაისამდე მე ასე ვარ და ხო არა საოცრება იყო დიდი პატარა ბავშვები რა საყვარლად რა როგორ ესე იგი უკვე იმედი გამიჩნდა ადამიანს წარმოიდგინეთ იმედი გამიჩნდა რომ ამ ქვეყანას ვერანაირ დაამარცხებს გაიგე და ვერ მოერევიან ამ ქვეყანას ეს ჭინკები და ეს ალანკოსები აი იცი რა დავინახე ერთი რამ რომ ამდენად ამ ოჯახურ სიწმინდეს მოწყურებული იყო საზოგადოება გამოეხატა რა სულ ეს ცუდი აურა სულ ტელევიზორში ჩადა რაღაც ცუდი რაღაცა ტელეშოუები მიდის რაღაცა გარყვნილობა ის და ოჯახურ სიწმინდის მოწყურებული ხალხი შევიკრიბეთ იქ კი ბატონო მართლაც აი
ქართველი არის. მაგის გარდა ბატონო ჯუბერი ჩვენ ამ შაბნელ საზოგადოებას რომელებიც კიდევ გამოდიან და რაღაცა პატარა მცირე ნაწილი დარჩა ამ შაბნელ საზოგადოებას ქართველმა ხალხმა გასაპასუხი რა. პასუხი გაცა დაგვანებე თავი რა და იმ დასალურ იმას იქ კიდევ ბინძური იდეოლოგიით მატარებელ პოლიტიკურ ლიდერებს რომლებიც დღემდე ჩავკრეშინება დღემდე ებრძვიან ჩვენ ქვეყანას ხო უთხრა იმას გასაგებად უკვე ეს იყო თქმა იმისა რომ დაგვანებე თავი ეს თქმა არ იყო არა ბატონო დაგვანებე თავი ეს იყო ჩაკუჩის ჩარტყვა ხო კი ამას ამბობ რა მეტი იარაღი რაღა გინდა კაცო აი ყველაზე ძლიერი იარაღი რაც არის დღეს იმისათვის რომ შენ შეინარჩუნო შენი მეობა და შენი სიწმინდე და შენი ღირსება ხო ესა ვარ ჩვენ ხალხი ამას ვიძახით ხალხი დავანახეთ თელ სოფლებს დავანახეთ თელ სოფლებს დავანახეთ და 17 მაისის შემდგომ რაღაცა ევროპული პარლამენტარების კომენტარები აღარ მისმის. ახლა ნახეთ აღარ მისმის. მასალიდან აღარ მისმის. ეს ელჩები რა მდგომარეობაში ჩავარდნენ ბიჭო? ეს გათახსირებულები რო ყავს აქ აი ეგ ესენი ელჩები კი არა ესენი არიან CRU-ს აგენტები. აგენტები არა რა დღეში ჩავარდნენ სააკაშვილის აგენტები არიან. ესე იგი აი გველს რო თავს ქვემოთ დააჭერე თავზე ფეხს მასეც მოხდა რა. აი ეს ზუსტად ამ დღეში ჩავარდნენ. მასეც მოხდა რა. გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, ამერიკის ელჩი. კომენტარები მოისმინენ სადმე აღარ არსებობს ტრები სულ ყველა აი და ბოღმიდან იყვნენ დასივებულები, სახე დასივებულები. აი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა, ხო გამოდიოდნენ ქართველი ხალხის სახელით საუბრობ. ქართველმა ხალხმა გამოვიდა და თავის სიტყვა თქვა. რომელი ქართველი ხალხის სახელით საუბრობს? გერმანიის ელჩი ან ევროკავშირის ელჩი? არც ერთი, აბსოლუტურად. იცით რა არის? აი იმათი ასეთი კომენტარები საქართველოს ხელისუფლების ბრალია. მოდი პირდაპირ თქვა. გაათამამეს. კი. რატომ არ ახდენენ მათ დეპორტაციას? აუცილებელია გამოიძახა. ეს არის მათი კომენტარები არის სამშობლოს, ისა ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოდის. კი ბატონო, რევოლუციისკენ მოუწოდეს. რევოლუციისკენ მოუწოდეს. მოწოდება რევოლუციისკენ არის დასჯადი. აბა რა არის? დააპორტირე რა. გააძევეს ქვეყნიდან. გაქ ამის უფლება და გააძევე რაღაც ამოძღვრდა ქართულ საზოგადოებას მათი კომენტარები დატო ტვინის ნერვებს უშლი ხო? იცი რა არის ბატონო ჯუმბერი ახლა ნახეთ ჩვენ რა დონეზე ვიყავით თქვენ ახლა მართალი ბრძანეთ ესე იგი 2022 წელს უკვე ქვეყანა დაიწყო დამოუკიდებლობის ფორმირება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამას აქ ძალიან რთული არის ბრძოლა რატომ იცი ეს იმდენად ფესვებ გარდარი არის ეს უცხოური ეს აგენტურა ჩვენ ქვეყანაში ხო მისი ამოძირკვა ასე უცებ ვერ მოხდება ყველა მიმართულებით ყველგან შეძროდნენ აბსოლუტურად ყველგან და ყველგან ფეხი მოიკიდეს ხო ხო და ამიტომ თქვა ბატონ ჯუბერ ნახეთ ქართულმა ოცნებამ სხვათა შორის ძალიან დიდი მას დაეტაკა ძალას გაიგე და ძალიან დიდი ესე იგი რომ პასუხებლობა იყო თავის თავზე სწორედ აი ამ ბრძოლასთან დაკავშირებით ეხლა სააკაშვილი ახსენეთ თქვენ ის უხსენებელი და ის რა ქვია ავამტყოფი რომელიც წამოპლაკული იყო დღეს ისე ვივამეთში ხო ის არა იქ წამოსაპლაკავი და ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პირდა პრინციპულობა და გადაიყვანოს ეს ადამიანი იქ სადაც საჭირო არის და მეორე მან წაგვართვა ჩვენ ეროვნება პასპორტში წაგვართვა ჩვენ მამის სახელი პასპორტში ამოიღო მამის სახელი ხო აღარ არის პასპორტში მამის სახელი ხო აღარ არის ამიტომ უნდა ივაშკაცოს ქართულმა ოცნებამ დღევანდელმა ხელისუფლებამ და დაიწყო ბრძოლა ადამიანებს დაუბრუნოს ის რაც მათი არის და რაც ეკუთვნის ხო ეს დაუბრუნოს ეს ახლა სააკაშვილის დროს მოხდა პასპორტები და მამის სახელების ამოღება კაცო როგორ შეიძლება მამამა სააკაშვილის დროს არ მოხდა სააკაშვილის დროს მოხდა აბა მოხდა შევარდნაძის დროს თუ გინდა შევარდნაძეს ეს იყო კაცო ხო ახლა სააკაშვილის ისედაც თუ გინდა შევარდნაძეს სააკაშვილის დინო ბურჯანაძემ შეიტანა ეკონომპროექტი არა მაიკანო მოამზადა ჩემმა მეგობარმა ყობა დავითაშვილმა მაგას მაშინ ქონდა ახსნა მე გეტყვი ოღონდ კითხვა სხვა იყოს ოღონდ განმარტებას გაძლევ კი იმ დროს ევროპა შევარდნაძესგან მოითხოვდა ავტონომიებს აზერბაიჯანის სომხეთის აზერბაიჯანის სომხეთის ავტონომიებს მოითხოვდა. შევარდნაძე ძურებული გახდა რაღაც გზა უნდა მოეძებნათ. ეს მე კარგად ვიცი და იმიტომ ვიცი. ცხონებული დავითაშვილი და გადმოცემით ვიცი. და მოიძებნა ასეთი გზა, რომ უნდა ამოეღოთ ეროვნება. უნდა როგორც თურქეთშია. უნდა ეწერო საქართველოს მოქალაქე და ეს რომ გააკეთეს და საქართველოს პირადობის მოწმობები
სასწრაფოდ დაბეჭდეს, თუმცა ჩავიდა შევარდნაძე, იქ რაღაც რო იყო, დაუდო უთხრა მე არ ვიცი ვინ არის აზერბაიჯანი და ვინ არის სომეხიო რა, ჩემთან ყველა არის საქართველოს მოქალაქეო და აქედან გამო თქვენი მოთხოვნა მიუღებელიაო რა. ამას მაშინ ეს დადებითი ქონდა, რომ ჩვენ ამას მაგრამ ეხლა სხვა რეალი რომ გვაქვს. ჩვენ უკვე ვართ დამოუკიდებელი. შევადანზე დროსაც არ ვიყავით ჩვენ დამოუკიდებელი. კი, არა, გეთახმებით. უკვე ჩვენ ვართ დამოუკიდებელი. ეხლა აუცილებელია უნდა აღდგეს, ეროვნებაც უნდა აღდგეს და მამის სახელით კაცო, მე აუცილებელი. უნდა მე რო ვიღაცა რაღაცა პირადი ნომრით კი არ უნდა მოხდეს ჩემი ინდივიდუალიზაცია, არამედ ჩემი მამის სახელით. მამის სახელით, კი ბატონო. იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის ჩვენი რაც არის კუთვნილება. რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია. ჩვენი ღირსებაა ეს ეროვნება. იყო პერიოდი ეს საჭირო იყო, ამოვიღეთ, ეხლა მოვიდა დრო. ქართველი კაცი ვარ, ხო? ქართველი უნდა მეწეროს პასპორტში, ხო? კი ბატონო. და ეს აუცილებელი არის, აუცილებლად გააკეთოს ეს ქართულ ოცნებამ და ეს მარტო ჩვენი ბატონ მე და ბატონ ჯუმბერის ეს კი არ არის, მარტო ეს ნებადასურველი, კაცო ეს საქართველოს მოსახლეობის იმ დიდი ნაწილის, რომელიც დიდი ნაწილის იყო გამოსული ჩვიდოდმა ეს მათი სურვილი და მათი ნება ეს. ხო, რა თქმა უნდა. უნდა გავაკეთოთ აუცილებლად და უნდა ჩვენ ნაბიჯ კი ბატონო მივყვეთ ნაბიჯ ყველაფერს კარგად აკეთებთ ამ მიმართულებით და მივყვეთ ისე როგორც ჩვენ ქვეყანას ჭირდება და ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეხლა ნახეთ, მე ყველაფერი გამიგია, მაგრამ ეხლა ოპოზიცია, ეხლა ეს ოპოზიციასაც მე ვერ უწოდებ ამას. კრიმინალური დაჯგუფება. ეს არის ბანდ ფორმირება, კრიმინალური დაჯგუფება. ტერორისტული ბანდ ფორმირება არის ეს. საძმო. ხო, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. აი ეგ გახსოვთ 90-იანი ვაკის საძმო, მერის საძმო. კი, როგორ არ მახსოვს. ეს არის ნაციონალური მოძრაობის საძმო. კარგად მახსოვს, ხო? ბიჭო, ეხლა ხო საერთოდ ყველა მიმართულებით თლიანად გაიფარჩაკეს თავი აბსოლუტურად. ყველა მიმართულებით. რა საკითხიც მათმა წამოიწყეს, ხო? და თითქოს ესე იგი ამით ისინი ქვეყანას სარგებლებს მიცემდნენ, პირიქით დააზიანეს ქვეყანა. რა ეგ ქვეყნის საერთაშორისო იმაზე ხო ამდენი სიბინძურები აკეთეს და ამდენი რეზოლუციები მიაღებიეს ხალხის წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ და რა ვიცი, თელი უბედურებები. მე იყო და ეს არჩევნები გაყალბდა და ბატონო თუ გაყალბდა არჩევნები აგერ არის, ხო? თუმცა ვერანაირ დასტური ვერ დადეს, ვერაფერი ვერ დადეს, ხო? ახლა ბურჭულაძემ რაღაცა ახალი იდეა შემოიტანა. რა არის ეს სატელეფონო არჩევნებით გამაგებია ყობა, ის არა ქვია მაბატია ჯუმბერ რას ნიშნავს? მე აი ჩემამდე არ დადეს, როგორ უნდა ჩატარდეს ეს? გაჭირვებული ხავსე კიდებოდა ის. აი რას ნიშნავს ეს სატელეფონო? ეს არის უაზრობა რა, ახლა ძალიან დიდ პატივს ვცემდი ადრე ბატა ბურჭულაძეს როგორც მომღერალს, მაგრამ როგორც კაცი საკუთარი თავით მან თვითონ გაინადგურა და მე ბევრი რაღაცა ვიცი მის შესახებ და ეხლა საჯარო არ მინდა რაღაცები თქვა. მაგრამ საქმე რა შეიცი? თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა ერთი რამ არის, რომ მას არ ყავს ოპოზიცია. დიახ. მას ებრძვის კრიმინალური დაჯგუფება, ნაციონალური მოძრაობის სახით, კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც კრიმინალური დაჯგუფებაც არის ფულის მონა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო ტრისა, ეხლა თქვენ გონიათ, რომ მართლაც ეს მათი იდეებია, რასაც ნაციონალური მოძრაობა და მათი ხროვა აკეთებენ, არა. დირექტივები მოდის საზღვარგარეთთან, ევროპიდან ძირითადად. არავინ არ თქვას, რომ ამერიკიდან რაღაცა მოდის დირექტივები ოპოზიცია. არა. ჩვენი ოპოზიცია არის მონა ევროპის. იქიდან მოდის დირექტივები, ფულიც იქიდან მოდის, ძირითადად 90% ფული მოდის ევროპიდან, დირექტივები მოდის ევროპიდან და ეხლა აგონიაშია ორივე მხარე. უყურე უკვე ევროპელებმა აღარიციან როგორ მოიმექმოდონ რა დავალებები მიცენ აქ. ფულის ის რაოდენობა ვეღარ შემოედინება. კი ბატონო. მაგრამ საერთოდ გადის ახლა. ადგილზე უკვე ისეთი ადამიანები არ ყავთ, რომ მათი ტვინით რაღაცა მოიფიქრო, იმიტომ რომ ვერც მოიფიქრებენ, იმიტომ რომ მათი თავი მათ დამარხეს. კი. პოლიტიკურად გაინადგურეს აბსოლუტურად თავი, გაინადგურეს პიროვნულადაც გაინადგურეს თავი. და ახლა როგორ არის იცი, აი როგორ გითხრა, გაჭირვებული ხავს ეკიდებაო ისეთი მდგომარეობა. ცოტაც დავაცადოთ ბატონ ტრისთან, დაიმახსოვროთ ჩემი სიტყვები. ბევრი ახლანდელი სააკაშვილის ხროვის ირგვლივ ვინც პოლიტიკური ლიდერები են, ბევრი წავა პოლიტიკიდან. გააკეთებენ განცხადებას, იმიტომ რომ არიან იქ ადამიანები, რომლებსაც პატარა ჭკვა მოეკითხებათ და იმ კრიმინალურ ჯგუფში ძალით შეტანილი კი არა, მაგრამ რაღაც ინტერესების გამო, ფულადი სახსრების გამო შევიდნენ. ფინანსური ინტერესები. ისინი ნელ-ნელა გაძვრებიან.
ხო და ახლა ის ხათუნა სამნიძე გავიდა, 1-2 ვიცი მალე გავა და ასე შემდეგ და ასე. ბევრი დააღწევენ თავს. თუმცა ეს მათ არ უშველეს. მათ არ უშველეს. თქვენ სწორედ თქვი დიპლომატია. თქვენ რა გონიათ ჩვენი დიპლომატიური სამსახურების საზღვარგარეთ ყველა ჩვენ საკეთებთ გქონთ უშველეს? არა. ეხლა რა უნდა ქნას ხელისუფლება პირველ რიგში საზღვარგარეთ საელჩოები და საკონსულები გაწმიდოს არც ერთი თანამშრომელი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. არც ერთი მათი მომხრე. ყველა უნდა იყოს განთავისუფლება, ვინც მასში ხელი მოაწერა. უნდა დაენიშნოს პატრიოტი ქართველები ყველგან და ყველა. და რატო? ისმის კითხვა რატო? რატო? პირველ რიგში იმიტომ რომ ბატონო მე თუ ჩემი ხელისუფლების ინტერესებს საერთო წარმომადგენელი არ გაატარებს და ჩემ წინააღმდეგ მუშაობს, რატო უნდა იმუშაოს? კი ბატონო. მე როცა შენ გიშვებ საერთოში კონსული იქნება ეს თუ ვიღაცა იქნება შენ ჩემი ინტერესები უნდა გაატარო. როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და ჩვენი საერთოები უმეტესობა და უმრავლესობა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს. ეს მე ვიცი. გეთანხმებით. ამიტომ უნდა გაიწმინდოს. გაიწმინდოს. მეორე საკითხი. დაბალ ფენებზე. აი როგორ გითხრა, იცი, აი პესოკებით არის მოპნეული ეს ნაციონალური მოძრაობის ბანდის ჩუმად ჩანერგილი. ყველგან არის შემძრალი. რა თქმა უნდა, დაბალ ფენებზე, რომელიც ახორციელებს საბოტოს. ყველგან არის. ესენი ყველა უნდა იქნეს განთავისუფლებული. რა თქმა უნდა, პრობლემები გვექნება. ბატონო პრეზიდენტ. თქვენ ბრძანეთ, რომ მთელი ევროპა და მსოფლიო მართალი ხარ? კი. დამოუკიდებლობის მოპოვება ასეული არ რა არის. თქმა უნდა, აბარაგად. კი გვაქვს ახლა პრობლემები. არის შიგნით ეკონომიკური პრობლემები რაღაც. აბა ბატონო, თუ გინდა შენ დამოუკიდებლობა, ის პრობლემები უნდა გაუწროთ ცოტა, ხო? ჩვენ წინ კიდევ დიდი პრობლემები გვექნება. მაგრამ დამოუკიდებლობა პრობლემების გარშე არ მოდის. თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ დამოუკიდებელი, ჩვენ ამ პრობლემებს რეალურად უნდა შევხედოთ. უნდა გაუძლოთ. აი შევარდაძე ეთქოდა ხოლმე ქაბრები შემოვიჭიროთ. ქაბრები უნდა შემოვიჭიროთ, რომ ის დამოუკიდებლობა მივიღოთ. სხვანაირად დამოუკიდებლობას ჩვენ ვერ მივიღეთ. ჩვენ 30 წლის განმავლობაში გვატყუებდე, რომ დამოუკიდებელი ხარ და ამ დროს 30 წლის განმავლობაში ევროპიდან არც ერთი საწარმო არ შექმნა. არაფერი გაუგებია. ისინი მათხოვრულად გვიგდებდნენ კაპიკებს, რომ ჩვენ ხელისუფლებას დაეფარა პენსიები, ხელფასები გაეცა, რაღაცები და რაღაცები. არც მაგაში არ გვადებდნენ თანხებს. და ცოტა რაღაცა თავის ენჯეოებს აფინანსებდნენ. არა, ცოტა რაღაცები მოდიოდა სოფლის მეურნეობაზე, ცოტა რაღაცები მოდიოდა, უნდა ვთქვა. მაგრამ რეალურად დახმარება რა არის? იცი, როცა საწარმოს შექმნი, არ უნდა ჩვენ ეკონომიურად დამოუკიდებელი ყოფილიყავით. კი ბატონო. როცა ეკონომიურად არ ახარ დამოუკიდებელი, ბუნებრივია პოლიტიკურადაც ვერ ახარ დამოუკიდებელი. ხო ეგრეა რა? რა თქმა უნდა. ეხლა უყურე გვაქვს პრობლემები, თუმცა მანამდენაც ქონდა პრობლემები, როცა ვიყავით მათი მონები. მაგრამ იმ პრობლემას და ამ პრობლემას შორის ერთი განსხვავებაა და ძალიან დიდი განსხვავებაა თორემ. ამ პრობლემას მოაქვს ჩვენი დამოუკიდებლობა. წინააღმდეგობა ეს უკვე წინააღმდეგობა. ჩვენი დამოუკიდებლობა მოაქვს. სადაც ჩვენ უკვე ეკონომიური დამოუკიდებლობა ზოლაში შევედით და ხდება წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, ეკონომიური დამოუკიდებლობაც მოაქვს, პოლიტიკური დამოუკიდებლობაც მოაქვს. ამ პრობლემას მოაქვს ჩვენი ღირსების აღდგენა, ამ პრობლემას მოაქვს ჩვენი მორალისა და მეობის აღდგენა. და ამ პრობლემას მოაქვს ერთხელ და სამუდამოდ მართლაც, რომ საქართველოს გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა. საქართველოს მე წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან კავშირში გაწევრიანდეს. საქართველოს უნდა იბრძოლოს, როგორც ახლა ებრძვის, ყველა პოლიტიკურ კავშირებთან ქონდეს კარგი ურთიერთობა და ეცადოს ეკონომიკურ კავშირებში გაერთიანება და არც ევრაზიულ კავშირში, არც სადმე არ ჭირდება ჩვენ. ჩვენ არავინ არაფერს არ შეგვიკითხება ეგ. ჩვენ წმინდა ეკონომიკური კავშირები. წმინდა ეკონომიკური კავშირები. მე არ ვამბობ ან რუსეთის კავშირში შევიდეთ, ან ევრაზიულ კავშირში, ან სადმე. არა, ჩვენ პოლიტიკური კავშირები ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ გვაწყობს ეკონომიკური კავშირები და პოლიტიკურ კავშირებსაც შეხება გვაწყობს მხოლოდ და მხოლოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა ყველასთან, რომელიც ეს დრო მოვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ შემოდგომაზე საახალწლოდ ევროპელი ლიდერები ენის მოჩლექით დაერაებიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადატვირთის პოლიტიკა დაიწყოს.
ბატონო ჯუბერი, ეხლა ნახეთ თქვენ შემოდგომა ახსენეთ და ალბათ უკვე იქ ვიცი საერთოდ უკვე თქვენ იმაშობით ოქტომბერში არის ადგილობრივი არჩევნები, ხო? ოქტომბერში. ეს არჩევნები არ იქნება. არის ეხლა თითქოს საუბრები რომ არის ეხ კულუარებში რაღაც საუბრები რომ შესაძლებელი არის რომ ქართულმა ოცნებამო როგორც ადგილობრივი საპარლამენტო ერთად ჩაატაროსო. შესაძლებელი არის რომ მე სადღაც რაღაცასა ვართ ახლოს. პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა შეიძლება. არა, მე ახლა ჩემი გადასახედიდან სადღაც რაღაცასა ახლოს ვართ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დაანახონ იმ ევროპელ ლიდერებს რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ამის საფუძველზე შეიძლება რომ დაუმტკიცოთ მათ რომ არჩევნები არ გაყალბებულა ამ ადგილობრივ მიაბან საპარლამენტო. ამას ეს მე მგონი მათ აბსოლუტურად ყველა ესე იგი გათვლები აქვს გაკეთებული ეს საუბრებიც არ წამოვიდოთ ახლა ხო თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა შესაძლებელია მოხდეს ის რომ მართლაც ესე იგი ამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს მიაბან საპარლამენტო არჩევნები და მაპატიეთ და რა ეს იქნება რა პოზიცია რა მომგებიან პოზიციაში იქნება ამ შემთხვევაში ხელისუფლება ბატონოტრისა პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება და ყველაფერი დასაშვებია და მე დავუშვებ მე ვფიქრობ რომ დასაშვებია რატომაც არა ეხლა 17 მაისმა აჩვენა რომ პირწმინდად მოიგებს ქართული ოცნება კი ბატონო საპარლამენტო არჩევნებს ირგარეში თუმცა იგივეა რომ თუ ის კვლავ გალიორებით პირწმინდად მოიგებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს იგივე არჩევნებია დიახ იგივე არჩევნებია განსხვავება იქ არაფერი არ არის მაგრამ ნახეთ რა ხდება ქართულ ოცნებას უნდა კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში და ეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ თქვენ თვითონ პარლამენტარი იყავით და რას ნიშნავს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში ეს თქვენ კარგად იცით ხო ამ შემთხვევაში ქართულ ოცნება დგას და საერთოდ ჩვენი ქვეყანა დგას ერთ-ერთი უზარმაზარი პრობლემის წინაშე სადაც იმ კონსტიტუციაში არის ის ჩადებული ის უბედურება რომელიც უბედურება საქართველოს საფრთხის წინაშე აყენებს ეს ჩრდილო ატლანტიკულ იმაში გაერთიანება ხო ბლოკში ეს არ უნდა შეეტანოს კონსტიტუციაში მაგრამ შეიტანეს ხო ამიტომ ახლა თუ კონსტიტუციური უმრავლესობა არ შეიკრიბა, ამას ხო ვერ შეცვლიან, ვერ ამოიღებენ. და ამის გარდა კიდევ არის იქ ანტიდისკრიმინაციული კანონი არის კიდევ ისეთი, რომელიც ეს ჩვენ იმას ეწინააღმდეგება საერთოდ მოთხოვნებს და ჩვენ ტრადიციებს ეწინააღმდეგობა. ამასაც კონსტიტუციური უმრავლესობა ჭირდება, ხო? და ბევრ რაღაცები არის გასაკეთებელი, სადაც კონსტიტუციური უმრავლესობა ჭირდება, ხო? ამიტომ თუ ქართულმა ოცნებამ დაინახა და გააკეთა უკვე და გაკეთებული შექნა ამას გათვლები და ეს უკვე კიდე ამას ის დაათქვი რეფერენდუმი დაათქვი კიდე პლებიციტი დაათქვი რაც ახლა 17 მაისს მოხდა და რაც კიდე ის დაათქვი ეს რესურსი არესურსი გამოსული ეს იყო ის რესურსი რომელიც რესურსი ითხოვს იმას რასაც ჩვენ ვამბობთ ახლა ხო და ამას ხალხი მხარს დაუჭერს ხო და ხალხს ეს უნდა იმიტომ რომ ხალხმა კარგად იცის და კარგად ესე იგი შეხედა და გააკეთა ანალიზი რას ნიშნავს დაუშვათ საქართველოს მისწრაფება ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეში ხო აგერ უკრაინის მაგალითი გვაქვს ჩვენ სახეზე მეტისთვის არაფერს დაწყდა უკრაინის ჟომი ხო ერთადერთი იყო ის რომ არავითარ შემთხვევაში ნატოში გაწევრიანება ხო და ხედავ მაინც უნდა რომ თავისი გაეკეთებინა და არ გამოვიდათ და ის იგივე საფრთხის წინაშე ჩვენ გავართ კაცო ჩვენ თუ გინდა რაღაც გარკვეული დიალოგი დავიწყოთ აუცილებელია ხო დიალოგი მეზობელია შენი როგორც კიდე არ იყოს ის მეზობელია შენი შენაგეთ ტერიტორიები გაქვს დასაბრუნებელი კაცო ვისალმედი ხარ ის ამდენი ხანი გარგებო რომ ნაუგო 30 წელიწადია ეს ჟენევის ფორმატები და რაღაც უბედურებები რო არის და არაფერი ნაბიჯიც ვარ გადადგმულა აფხაზეთის და სამაჩობროსთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი ხო ხომ არაფერი ამიტომ ჩვენ ამათ უნდა ვესაუბროთ ხო ჩვენ მეზობელს ამათ ხელში ეს გასაღები ხო და ამათ ხელში რო არის ეს გასაღები რომ ეს გასაღები რომ კარებს მოარგონ საჭირო არის ჯერ ის კონსტიტუციის ცვლილებები შეიტანო იმიტომ დაანახო იმას ხო დაანახო იმას რომ აი მე გადავდგე ნაბიჯი ეხლა ამას მიმართებაში და შენს რაღაცა გადმოდგე ჩემსკენ ნაბიჯი და თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ამას მოახერხებს ქართული ოცნება ბატონო პირველ რიგში პატარა შესწორება მინდა გავაკეთო მე როცა პარლამენტში შევდიოდი მაშინ მანდატები დავხიეთ და იქ ვეღარ შეხედი და ასე ვეღარ მოვასწარე პარლამენტარობა მაშინ თუ გასულ დავხიეთ კი ღვთავებზე თავრობს ახლა ასე რომ არ ყოფილვარ პარლამენტარი პარლამენტარი იყავით კაცო აღარჩეული იყავით როგორ არ იყავით ნუ ხო და არჩეული იყავით პარლამენტარი იყავით რაც შეეხება რუსეთთან საუბარს არ ჭირდება კონსტიტუციური რაღაცა ის რა იცვლებები შევიტანოთ ნატო და რაღაცები ჩვენ ღიად განვაცხადეთ და ნატომაც განაცხადა რომ არც უკრაინა და არც საქართველო არ განიხილება უკვე
ნატოს წევრ ქვეყნებად. კი ბატონო, მაგრამ ის მაინც არის. რა თქმა უნდა. მე ახლა მაგალითად რო ვიყო ქართული ოცნების შიგნით კოალიციაში ან რაღაც პოზიციები მქონდეს, რა თქმა უნდა მივაწოდებდი წინადადებას რომ მიაბანეს არჩევნები, იმიტომ რომ 17-მა მაისმა აჩვენა რომ ქართული ოცნება მოიგებს 10 თნოლს. 10 თნოლს მოიგებს. აქედან გამომდინარე თქვენ რაც ბრძანეთ, მე დავუშვებ, დასაშვებად მიმაჩნია, რომ ქართულმა ოცნება ეს გააკეთოს. მაგრამ არის ახლა მეორე საკითხი. კი ბატონო. მე არ მინდა რომ ქართულმა ოცნებამ უკან დაიხოს და თითქოს ოპოზიციის მოთხოვნით დაენიშნოს ეს არჩევნები რიგარეში. არა. მე ისინი მაინც ამას იტყვიან. არა ქართული არ არის ეს უკან დახევა. ისინი ასე მონათლავენ. ეს კრიმინალური ფრთა ამას ასე მონათლავს. და ეს მე არ მინდა რომ ეს ასე მოინათლოს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. იქ საკმაოდ ძლიერი გონებამახვილი ხალხი ზის ამ პატარა რაღაც მონაკვეთს განსაზღვრავენ, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ თუ მიაბამენ საპარლამენტო არჩევნებს, ეს იქნება მათი დიდი გამარჯვების ტრიუმფი. ხო და აი მას გეუბნებით, ნახეთ ახლა ბატონო. ბოდიში დავასრულებ. ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური ველი განთავისუფლდება, დარჩება მარტო ქართული ოცნება და დაიწყება ახალი პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნის პროცესი. კი ბატონო. სადაც არ იქნებიან ნაციონალური მოძრაობა და მათი კრიმინალური ხროვის რომელიმე წევრი, რიგით წევრადაც კი. მე მაგალითად მიმაჩნია, მე ტოლერანტულიც ვარ, კაცმოყვარეც ვარ და რაღაც ყველანაირად მიმაჩნია, რომ პატივ უნდა ვცე ყველას და ყველაფერს, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონმდებლობა, რომ ამ კრიმინალური ბანდის პოლიტიკური ლიდერების შთამომავლობიდან სამი თაობარო პოლიტიკურ პარტიაში აეგზალოს მოღვაწეობა. მოღვაწეობა ხმის მიცემა კი არა, პოლიტიკურ ლიდერად ან პოლიტიკურ პარტიაში. პოლიტიკაში მოღვაწეობა უნდა აეგზალოს და რატომ? ეხლა უყურე, ესენი არიან შოვინისტური ხალხი. ესენი არიან, იცი რა, აი მოვაჩემი და მე შურს ვიძევ მოვალ ხელისუფლებაში და ესენი არიან ფაშისტები არიან. როგორც ახლა გერმანიაში როგორც ახლა ევროპაში ხდება დღეგრძელ ბრძანდები შვილიშვილები ვაღათიარე მოვიდა აი ზუსტად იმ ფაშისტების შვილიშვილები მართავენ დღეს გერმანიაში კი ბატონო კი შოლციც ფაშისტის შვილიშვილი იყო ესახლანდელი და ბერბოკიც ანაბელა ბერბოკიც ის რომ არის ევროკავშირის ის რომ არის ეს ქალი ურსულა რომ არის ის ფაშისტების შთამომავალი არის ასე რომ დაუბრუნდებით თქვენს კითხვას დასაშვებია რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ქართული ოცნება მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება თუ ამას გააკეთებს და 10 თნოლს მოიგებს პირდაპირ ვიტყვი თუმცა თუ არ გააკეთებს და ადგილობრივ არჩევნებს 10 თნოლს მოიგებს იგივე ფასი ექნება ჩვენ მტრების წინაშე ევროპელების წინაშე რომ დაინახო რომ ქართველი ხალხი დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას უჭერხავს კი ბატონო დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაში მინუსი არ აქვს ზეფრიადი შეიძლება დაიწყოს. არა არის ისე ნახეთ ახლა ბატონო ჯუმენ მოდი ახლა ჩვენ განვიხილოთ ეს საკითხი და ძალიან კარგად მივდივართ ახლა ჩვენ. ნახეთ ახლა ეს თქვენ ბრძანეთ რომ ეს ოპოზიცია მას მონათლავს რომ თვითონ აი ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება და აი ჩვენი ასეთი ბრძოლის შედეგი იყოვა. კი. არა, არანაირი ბრძოლის შედეგი. ბრძოლის შედეგი მათი დღეს არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. ბატონო ტრისთან არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ ხალხი იძახის რომ გააყალბესო და ამას ვერ იტყვიან? ბიჭო, ესენი ხალხი არ არის იმის მაგას. ბიჭო, ხო, მაგრამ ეხლა ვინც არიან? ახლა ნახე რა ხდება. ხო მიტყვიან. ამავდროულად ამათ ხარს უჭერს ის ევროპელი ესენი თავიანთი კურატორები და თავიანთი ლობისტები. საქართველოს მტრები. მტრები. სახელდავართ. მით უმეტეს რას გადაგვიკეთდა ეს ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები, კაცო. აი, რას გადაგვიკეთდა რა უნდა გაგიხსნი, ორი სიტყვით აგიხსნი. ბალტიისპირეთის ქვეყნებს სურვილი აქვს, რომ საქართველოში მოხდეს დაძაბულობა, რომ რუსეთმა მათთვის არ მოიცავოს. თავი გადაერჩინონ. რა თქმა უნდა. ეს მათი საკუთარი ინტერესების გადასარჩენად ჩვენ მოგვიწოდებენ რომ რაღაც უკმინოთ რუსეთს.
ხო და აი ნახე რა ხდება ახლა ხო ის ყველა თავისთვის იმის გარდა ჩვენი პოზიცია არა რას გქონს ნახე ხა ეს ბალტიისპირეთის ქვეყნები ის ლობისტები ევროპარლამენტის ის ურსულაო აქეთ ეს ისენი ელჩები ხო ხომ ამბობენ რომ აი არჩევნები გაყალბდა თუ არა ქართულ ოცნებას უკვე რეიტინგი არა აქვს საზოგადოებაში და აჩვენა 17 მაისს აქ თუ არა აჩვენა მაგრამ რა არის აი ამიტომ უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად sapარლამენტო რომ აი უკვე გააჩვენონ სამუდამოდ მე არ ვარ წინააღმდეგ ჩატარდეს მე ის პატარა მონაკვეთი თქვი კი რაც არ მინდა რომ მათ დაიწყონ ბაყაყებით ყიყინი რომ აი ჩვენი ბრძოლის შედეგით ახლა ისინი ყველაფერი კადრებლები არიან კი ბატონო ყველაფერი კადრებლები მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადგილობრივი არჩევნების პირწმინდად მოგება იგივეა რაც საპარლამენტო არჩევნების მოგება. სადღაც ახლა ეს სულელური თემა შემოაგდეს სატელეფონო არჩევნებია და მათ შემამდე ადადის. ეხლა მე ახლა მაინტერესებს მაინც მე რო ხმის მიცემა მიდროს ტელეფონს უნდა დავრეკოდო ესე იგი ხმასვალებ თქო თუ როგორ გამოდის ეს გამაგებია გამაგებინო და ახსნან რაღაცა ასე სისულელებს არა ახსნა მაგ დებილურ აზრს ახსნა არა ეხლა პატაპურჯულაძე რაც ითხოვთ ეხლა ესენი არიან მარტო პატაპურჯულაძე ხო არა კაცო პატაპურჯულაძე რაღაცას ეტყვა პატაპურჯულაძე ხო და ამიტომ გეუბნებით ესენი ყველაფერი კადრებლები არიან კაცო თქვენ ახლა მართალი დონეთ კიო ესენი დაებრალებენ ბევრ რაღაცებს იბრალებენ ხო ხედავ ხო და ძალიან ბევრ რაღაცებს იბრალებენ მაგრამ ეხლა საარჩევნო კამპანიას აგებენ მაგაზე რომ აი ჩვენმა ბრძოლა ქართველი ხალხი ბძენია და იმ სიბზნე გამოჩნდა 17 მაისს ბატონო ჯუმბე თუმცა არანაირი შედეგი არ მოგვევა მაგენის თქმას და ხო და ის სიბზნე გამოჩნდა 17 მაისს ქართველმა ხალხმა აი მე კიდევ გეუბნები დიდება უფალს და უფლის ძალა და მადლი იყო ეს ყველაფერი ესმით დაშია საქმე და ის არასაც ჩვენ ვამბობთ კაცო ქართველი ხალხი არ გამოსულა ქუჩაში მეთქი ხო ვამბობთ აბა ჩვენ თუ გამოვიდა ქართველი ხალხი ქუჩაში ის თავის სიტყვას იტყვის და თქვა ქართველმა ხალხმა საქართველოს მოსახლეობამ აპატია ხა საქართველოს საქართველოს მოსახლეობამ არა ქართველმაც ბევრი აზერბაიჯანელი იყო ბევრი სომეხი იყო და ხო ყველა უცირესობის წარმომადგენლები შემხვდა კი ბატონო იყო ხო მართლა თქვენს თავიანთი სიტყვა და ამ იმას ამ ეშმაკურ დაჯგუფებებს ამ ბინძურ დაჯგუფებებს ამ სატანინსო დაჯგუფებებს უთხრა გასაგებად უთხრა უკვე ყველაფერი მართლა კაცო და კიდევაც გააკეთებს და გავაკეთებთ კიდევაც თორსა დავინახავთ კაცო რომ უკვე ჩვენ უკვე მოვედიან და გვაღჩობენ ხო შესაბამისად ჩვენ ადეკვატურ ნაბიჯებს გადავდგამთ როგორც ახლა გადავდგეთ ადეკვატური ნაბიჯი და გამოვედით და უთხარით აი ამ ლიბერალ LGBT ფაშისტურ ტერორისტული იდეოლოგიის მატარებელ პოლიტიკურ ლიდერებს დაგვანებეთ თავი მე 17 მაისის შემდეგ რაღაცა ოპოზიციებიდან აღარ მსმენია რომ რაღაცა რიგარაში არჩევნები მოეთხოვოთ. არა, ხმას აღარ იღებენ. აღარ იღებენ საერთოდ. ხმას აღარ იღებენ. არ გამიგონია, არავისგან აღარ გამიგონია. ეს 2-3 დღეა ხა? ჩადუმლებულები არიან. ესე იგი თემა აღარ აქვს, ტელეპიროს თემა აღარ აქვს, რომ რაღაცა ჩადუმლებულები არიან, ხო? ელჩები საერთოდ დაიკარგნენ. კი ბატონო. ჩადუმებულები არიან. ეს ოპოზიციური ლიდერები აღარ ჩანდა, სადმე აღარ ჩანდა. ტელეპიროს თემა არ აქვს. და გადაიტანეს იმ კაცო პოლიციის უფროს რომ ხელს გაარტყან დიდ ქალებს აბა ეგ ატყვიას იმას რომ პოლიტპატიმარს ეტყვი და სინდისის პატიმარს ეტყვი მერე რა მოხდა რომ მანდილოსანი კაცო დანაშაული ჩაიდი კანონი ყველას წინაშე კანონია ყველას ერთია კანონი მით უმეტეს მანდილოსანს უფრო დიდი ზრდილობა მოეთხოვება და მანდილოსანს უფრო დიდი ზრდილობა მოეთხოვება რა უნდა გაარტყას პოლიციის უფროს ის პოლიციის უფროსე ცუდია თუ კარგია ეს საზოგადოება განსაზღვროს და მიდი და უჩილე პროკურატურაში თუ რაღაცა ის. მაგრამ შენ უფლება არ აქვს ის მოვალეობის შესრულების დროს იყო იქ. კი ბატონო. რა უფლება გაქვს რომ შენ იმას გარ? იმას რომ სინდისის პატიმარს ეტყვი. ეხლა მეტი რა გაგინდა ამაზე მეტი ცინიზმი. ბიჭო, პოლიცია არის, რომელიც იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, შიდა უსაფრთხოებას. ბატონო დრისა სასწაული არის. საქართველოს მოსახლეობის ყველას თლიანად ის მათ არ აქვს მაქსიმუმ პოზიცია, ოპოზიცია ყველას იცავს კაცო. ბიჭო, ვიღაცა მოქალაქეები ბოდიში თქვენთან და პაჭურს ამოარტყავს ვიღაცა ოპოზიციას და გარვის პოლიცია მიშველო. ო, აბა. როცა გიჭირს და პოლიცია მიშველო ეძახი. და როცა შეტევაზე პოლიციასთან გადადიხარ და კორუფციონერს ეძახი. ბოდიში. ჯო სინდისი არა გაქვს. გიჭირს ეძახი პოლიცია მიშველე და მე ეძახი კორუმპირებული ხარ შენ, ასეთი ხარ შენ, ისეთი ხარ შენ, მონახარ და ასე შემდეგ. ნუ სად არის ლოგიკა რა? როცა გიჭირს შენ პოლიციას ეძებ და როცა
დავალებები გაქვს მიღებული შეტევაზე გადათხარ პოლიტიკოსთან. თვითონ ამ ეს ლიდერებმა ააგორეს ეს ყველაფერი პოლიციის წინააღმდეგ, რომ მათი ავტორიტეტი შელახული იყო და საზოგადოებრივი ეს ნდობა დაეკარგათ, მაგრამ არ გამოუვიდოთ. არ გამოუვიდოთ, რა თქმა უნდა. მით უმეტეს ეს ქუჩა მოწანწალე ფუფალა. საბედნიეროდ პოლიცია საქართველოში დღესდღეობით აქვს ავტორიტეტი, აქვს პატრულის ავტორიტეტი. მით უმეტეს ჯერ ისე პრეზიდენტი იყო ეს ისა საფრანგეთის ბებია. საფრანგეთის ბებია. რაკავის სახელი შეგირქვა. პრეზიდენტი იყო ჯერ კიდევ, როდესაც მან თავის გამოსვლებში დაიწყო პოლიციის დისკრედიტაცია, შევიწროებები, ხო? მაშინ. კი, იყო რაღაც ცდელობა. იყო, არა, ამბობ, პირდაპირ ამბობდა, კაცო, პრეზიდენტი იყო და პოლიცია გადადა. შეიცი. ხო. ეხლა უყურე დღევანდელი პოლიტიკური ლიდერები მაგასთან ერთად როგორ ხდებიან და რაღაც თათბირობენ. ხალხს, რომელსაც შეძლო სააკაშვილის შეწყალება. აბა. და შეიწყალა. ისე სხვათა შორის აი ელემენტარულად ეხლა თავმოყვარე ნაციონალური მოძრაობის ყველა ხო ნაციონალური მოძრაობა არ კოლექტივია. სულ ყველა ერთია მაგენი კაცო. თავმოყვარეობა როგორ არ უნდა გქონდეს? ეხლა ეწებოდი მუხდაჩოკილი რომ შეიწყალის სააკაშვილი არ შეიწყალა. ეხლა მიდიხარ და მასთან ერთად რაღაც გეგმებს გეგმარო. სადა თავმოყვარე? არ აქვს თავმოყვარეობა ბატონო არა. სხვათა შორის არა დღეს გავცელდა თუ გუშინ გავცელდა უკვე აი თქვენ ეხლა ნახსენეთ რომ ნენაინელა გავლენ ეცენიო რა თამაშებიდან და სალომესთან მიმართებაში იყო ეგ მინიშნება უკვე ეს რო არის ეგაცა იაფარულავა სექსი ვენახში რომ აი ის იყო უკვე უკმაყოფილო სალომეზე ერთ ამბავში იყო კიო და წიო და ისტორიკებში იყო სალომე სადახარ ახლა მაინც გამოჩციო ხარ რატო არ გამოდიხარ ხავში ეს რაკენიო აიგე ეტყობა სალომეს დარბის ბაღში ხო ეტყობა სალომეს უკვე ნენელა გადის ეხლა ამ თამაშებიდან შეხედა უკვე მაგან რო რა მდგომარეობაც არის და იმის მერე რა 17 მაისს მოხდა ყველა მწყობელმა ალბათ უნდა შეხედოს რომ უკვე აზრი აღარ აქვს უკვე არანაირი პოლიტიკურ თამაშებს და პოლიტიკურ წინააღმდეგობას აი ამ ძალასთან რომელიც ძალას გამოვიდა 17 მაისს იმ კრიმინალ დაჯგუფებაში მე გეტყვი პირდაპირ რომ სალომე ზურაბიშვილთან მე დიდი ხნის ურთიერთობა მქონდა ჩვენ ერთად ვიბრძოდით და გეტყვით რომ იმ კრიმინალ დაჯგუფებაში სალომე ყველაზე ჭკვიანი ქართველები აქვს უნარი აქვს ჟანდარმეზი დაზორვაში იყო ბიჭო და ხა როგორ არ ეხება ასაბო ხა მოდი ახლა რა მაგი ჩვენ უნდა ველოდოთ რომ სალომე ორ თვეში გავა პოლიტიკიდან მეც თუმცა აქ არის ერთი თუმცა ძალიან დიდი ფულები აქვს შეჭმული ხაზარაძის ხო მაგრამ მე ხა ფულები რო აქვს შეჭმული აი ამიტომ ხაზარაძის ხო ამიტომ უნდა გაზროს მე სიტუაციიდან რომ წავიდეს რა უკვე და დაждდეს და წკვილად ჩემი ინფორმაციით სალომე აპირებდა გასვლას და მიუვარდი ჯაფარეძე და ხაზარაძე და ფულები მოთხოვენ. დააბრუნე უკან. ფულები მოთხოვენ და ეს იყო იზოლებით რომ მე საზღვარგარეთ წავიდა და რაღაცა შეგვიძლია. ხაზარაძე შენ რამე შეგარ ჩვენს კაცო ხალხს სული ამოხატა და ბინები გააყიდე და პატიმრების ოჯახები ქუჩაში დატოვა. გაიგე და ის შეგარ ჩვენს რამე შენ ხაზარაძე კაცო. მე გარი მე ვახში ადამიანი და აიგე სულს ამოხდის ის ბიჭო სულს ვახშო და ამიტომ ეხლა ნახეთ ვიფასო ტელემაყურებლება ბატონმა ჯუმბერემ ახლა არაჩვეულებრივად ახსნა ეს მდგომარეობა და ის მიმართულება მართლაც რასაც ჩვენ ვხედავთ ხო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ნება არის ის რაც 17 მაისს მოხდა ხო ეს არის აქ ვართ ჩვენ აი ეგეთ მივდივართ ხო და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ ყოველთვის ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება ჩვენ დავიცავთ ამ ღირსებას ბოლომდე და ვიქნებით ასე ყოველთვის ორგანიზებულად მანამ სადამ ამ ქვეყანაში ბოლოს ერთხელ სამუდამოდ წერტილი არ დაესწრება ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელ თუნდაც ბოლო რიგით ადამიანს გამიგეთ აშია საქმე და სანამ არ წავა სწორი მიმართულებით ეს ყველაფერი ასეთი ორგანიზებულები ვიქნებით ყოველთვის და ეს ორგანიზება რომელი ორგანიზებას მოხდა ხო სხვათა შორის ეს თვითორგანიზება თვითი აი ეს არავინ არ ჩადგომია არავინ გარდა იმისა რომ პატრიარქმა მოუწოდა ადამიანებს ეს იყო თვითორგანიზებული ვინმეს რამე არ უთქვია რა დაუგებია ახლა ამას მე რა ნახე რა ამინდა ვთქვა ახლა ამ ორგანიზებულ მოქმედებას რაც ხალხმა თვითორგანიზება მოახდინეს ხო ამას უკვე მართალია ეს ევროპელი ექსპერტები ჯერ ხმას ვერ იღებენ არა გაჩვენებული არა საერთოდ პოლიტიკური ლიდერებიც გაჩვენებული არიან ევროპაში მე ახლა აი მე კომენტარები ვერ წავიდი რუსეთის იმიდან რაღაც გარკვეული ისინი შეფასებების მოусმინა და სხვათა შორის ძალიან კარგი შეფასება გააკეთა ერთ-ერთმა ექსპერტმა აი ნახეთო რა არისო საქართველოს ხალხო არ ჭირდებაო გაიგე
ის რომ ვიღაცას ფული გადაუღო და ხალხი მეიყვანაო, გაიგე. ქართველმა ხალხმა დაინახა საფრთხე და ეს საფრთხე გაართხილა უგვეო, გაიგე. აი ესეთი შეფასება მიცა გესმით და მართლაც ასეა, სწორიც. კი ბატონო, ეს იყო თვითორგანიზება, კიდევ ერთხელ გიმეორებ ბატონო ტრისტა, რომ ოჯახურ სიწმინდეს მოწყურებული ხალხი შევიდეთ. კი ბატონო, ჩართავ ტელევიზორ 1000 უბედურებები და ხო რა არის ბედნიერების დღე, სულ ნეგატივი. ეს იყო ბედნიერების დღე, სადაც ყველა ერთმანეთს ვეფერებოდით, სადაც ყველა ერთმანეთს უცინიდით, უღიმიდით, ვესალმებოდით და დადებითი აურა მოდიოდა, რაც თქვა, თითოეულ ჩვენგანից ერთმანეთში მოდიოდა. ეხლა თქვენ თითქოს აი ბედნიერების აურა ტრიალებდათ საშა. თქვენ ახლა კარგად გიცით და ბატონო ჯუმბერ წლებია, უკვე წლებია 30 წელიწადია ამ ქვეყანაში მუშაობს 3 ძლიერი, 4 ძლიერი იარაღი, ეს ისინი რა ტელევიზიები, მათი ტელევიზიები, როგორ ურეცხავდნენ ტყვის ადამიანებს. როგორ ესე იგი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით უნდა რომ მთლიანად ვაკუუმში განსაკუთრებით რუსთავი 2 თავიდან. რუსთავი 2 ის რა ქვია ტევ ახლა მე წამოვიდა მე წამოვიდა ფორმულა ტევ პირველი ეს ისა რა ქვია კიდევ ახლა რომ დაიხურა მთავარი ეს კავკასია კიდევ აქ რო გამოვა და ეხლა აქ რო გამოვა და ვინეს ხო გაიგე და რა ვიცი თელი ეს ისეთი ეს პალიტრა და ესე რა თქმა უნდა ტვინს რეცხავდნენ გაიგე რა შეასაკ ადამიანის ტვინებს რეცხავდნენ პირდაპირ მუშაობდნენ ზომბირებებზე მუშაობდნენ სკოლებში მუშაობდნენ ხო ადამიანს აზომბირებდნენ ეხლა პირდაპირ მინდა მოუწოდო საქართველოს ხელისუფლებას რომ გაწმიდეთ ეს უნივერსიტეტები ამ LGBT ლექტორებისაგან და გაწმიდეთ ეს ნაციონალური მოძრაობის ლექტორებისაგან რა ისინი ბავშვებს წამლავენ ხალხო სტუდენტებს წამლავენ გთხოვთ გემოდარებით რომ გაწმინდეთ ეს ხალხი ჩამოაცილეთ სასწავლო პროცესებს უბედურება არის ბატონო ტრისტან ისეთი ხალხი კითხულობს ლექციებს რომ უბედურება არა აგერ არის ყო რუსთაველის გამოსული მაგენის ყველა აგერ არის ყო რუსთაველის უბედურება ჩვენს აგერ არის ყო ის ადამიანები პროფესორები წამლავენ ახალგაზრდობას წამლავენ ის პროფესორები რომლებიც ჩვენ შვილებს ტვინებს უწამლავენ რუსთაველზე არის ყო გამოსული და რასისულელებს ამბობდნენ და ამიტომ გეუბნებით ახლა ტელევიზიები უნივერსიტეტები სკოლები ყველა მიმართულებით იყო მასშტაბური ფართო მასშტაბიანი შეტევები იყო ხო მაგრამ შეტევა ტაიფუნი სახელმწიფო ტაიფუნი მაგრამ ქართველი კაცი ბძენია ხო ხედა ქართველი კაცი ერთი ამოხეთქა და ამოხეთქა მორჩავს იო იქ და იქ მოკლედ იქ ისეთი ადამიანების მოვიდნენ გაიგე რომლებიც ამათ მე იყვნენ ზომბირებული მაგრამ გადალახეს ის ყველაფერი გაიგე და გააწმინდა გონება და მოვიდნენ იქ ხო სხვადასხვა მინდა გითხრათ რაღაცა რომ ნაციონალური მოძრაობის ბევრმა მხარდაჭერმა რომელსაც მე ვიცნო შეიცვალა აზრი მათზე შეიცვლის ბიჭო აბა რაზეც გაფერ ამბობს კი ბატონო არ მომწონს მე ესოცრება მაგრამ სხვას ვერ მივწევ ხოლმე ამათ უნდა მივწევ ასე რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს ამიტომ არის გასათავისუფლებელი პოლიტიკური ველი კი ბატონო რომ ჩვენ ნაგავი გავიტანოთ ეს პოლიტიკური ველი განთავისუფლდება თქვენი სიტყვები თუ გამართლდება და მეც დაუშვებ თუ საპარლამენტო არჩევნებს მიაბამენ ამ არჩევნებზე რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური ხროვა და კრიმინალური ხროვა გავა პოლიტიკური ველიდან არჩევნების შემდგომ და მე წამოვა ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები ბატონო ჯუმბერ სამწუხაროდ აი მინდა გითხრათ სამწუხაროდ ხო დღეს მე ვერ ხედავ პოლიტიკურ ძალებს რომელი პოლიტიკური ძალებიც შეავსებს იმ სიცარიელეს და უკვე ფაქტიურად ქვეყანაში წავასწოლი პოლიტიკური ბრძოლა იმასთან დაკავშირებით რომ ეს ქვეყანა გამოიყვანონ კრიზისიდან შეხედე რატომ არ არის ეხლა არის ორი პოლოსი. იქ მესამე ვინმე რომ გამოჩნდეს, ჩაკდება. რატო? ამ ორ პოლოს უკავია საინფორმაციო სივრცე. დიახ. ერთი არის სახელმწიფო ხელისუფლების მომხრე ტელევიზია იმედი, დანარჩენები არიან ოპოზიციური პარტიების ტელევიზიები. კი. ნუ არ ვსაუბრობთ პატარა თქვენაერ პატარა ტელევიზიებზე, სადაც ყველა სტომა არ აქვს. ჩვენ განვითარების საშუალებას არ გვაძლევს. ხო, რა თქმა უნდა. ამიტომ არ ჩდება ვერ გამოჩნდება პოლიტიკური პარტია ჯერ. იმიტომ ჩაკლაპავენ ესენი. და ადამიანს ჩაუვარდება პესიმიზმი და ჩაუვარდება დეპრესიაში და წავა საერთოდ არ მინდა შენი არც პოლიტიკა და არც არაფერი. ამიტომ არის საჭირო ქართულ მოოცნებამ დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები მიაბას ეხლა რომ გაეწმინდოს ეს ხროვა. გაეწმინდოს ხროვა რომ მერე წამოვიდეს ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები. მერე ის ნაციონალური მოძრაობის პაჭაპუჭა ტელევიზიები და უკვე ფუნქციას დაკარქავენ. და მერე წამოხვალთ თქვენაერი ტელევიზიები ამოტივტივდებით, სადაც გააშუქებთ ყველას და ყველაფერს.
აი მაშინ დადგება პოლიტიკური პარტიების შექმნის პროცესი და მიზანი იქნება ერთი, რომ ეტაპობრივად მოვიდეთ სხვადასხვა პარტიები ხელისუფლებაში. ეს არის. სანამ ის ტელევიზიები იქნება ნაციონალური მოძრაობის ველის ქვეშ და სანამ ნაციონალური მოძრაობის ეს კრიმინალური ხროვა იქნება პოლიტიკურ ველზე, ეროვნულ ღირებულებებით ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიებს ჩაკლაპარა. რა ვაკუუმი იქნება რა ტელევიზია თუ არ გაგაშუქებს და ჩემს იდეას. რა თქმა უნდა, ეს ადამიანამდე თუ არ მივიდა ის რასაც შეიძლება ჩავიცვალოთ რეზილის კალოშები და ვიაროს ოფისობელ, მაგრამ არ გამოვა. არ გეყოფა ეს? არა, არ გეყოფა ეს, არ გეყოფა, ენერგიას არ გეყოფა. არ გამოვა უბრალოდ. ტელევიზია არის, ეს არის საშუალება პოლიტიკოსმა მიაწოდოს საზოგადოებას საკუთარი აზრი, გასცეს პასუხები კითხვებზე, რა თქმა უნდა, ის სიარულიც კარგია, პირადი შეხვედრები უკეთესია, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს რადგანაც ვერ მოიცავ, ტელევიზია პოლიტიკურ ცხოვრებისათვის ის არის. ბატონო ჯუბერ, ჩვენ კიდევ სხვა თემებს გვინდა შევხებოდით, მაგრამ იმდენად უკვე საინტერესო და იმდენ იმხილად დიდზე გაეშალა ეს 17 მაისის თემა, ხო უკვე დანარჩენ თემებს მე ვფიქრობ ამაზე კარგი თემა არ იქნებოდა. ვერ შევეხებეთ. გინდა არ გინდა, ხო ამ თემამ უკვე მთელი დრო შეგვიჭამა. გაიგე რაშია საქმე და კიდევ არის სასაუბრო, გაიგე ბევრ რაღაცებზე. ბედნიერების დღე. ხო, ბევრ რაღაცებზე, მაგრამ აი ნახეთ, ვირფასო ტელემაყურებლებო, ხომ დაარწმუნდით თქვენი თვალით და ხომ შეხედეთ და ხო უკვე თქვენც იქ იყავით კაცო უყველა ვინც ახლა ჩვენ პოზიციაზე ხართ და ვინც ქართულ პოზიციაზე ხართ და ვინც საქართველოს პოზიციაზე ხართ ყველანი იქ იყავით ახლა მტრულბანაკში ყოფი ადამიანები იქიდან არც ერთი არ იყვნენ და არ დამინახია მე ხო მაგრამ ერთი რაღაცა ვიცოდეთ და გაიგეთ ერთი რაღაცა მტრულბანაკში ძალიან ცოტა დარჩა ხო კი ერთი რაღაცა გაიგეთ და არ გამოვა ფულით არაფერი ფულით ვერ იყიდი იმას რაც 17 მაისს მოხდა გაიგეთ ვერ იყიდით ფულით ამათ როგორიათ ამ იმას გათახსირებულ ჭინკებს და ვითომ და ოპოზიციას და ტერორისტულ ორგანიზაციებს როგორიათ ყველაფერს იყიდიან ფულით და ამერიკელებს და ევროპელებს როგორიათ და ნაყიდი ყავდათ უკვე საქართველოს ფული და ჯიბეში ქონდათ აბატონო აი ჯიბეში საქართველოს თუ ქონდათ ნახეთ გამოვიდა 17 მაისს ხალხი ეს არის თქვენი ნაყიდი ხალხი ხო არა ვერ იყიდით ქართველ კაცს ვერ იყიდით ქართველ ვაშკაცს ბიჭებს ვერ იყიდით ვერც გოგონებს ვერც დედებს ვერც მამებს და ვერც ბებიებს და ვერც ბაბუებს იმიტომ რომ ეს არის საქართველოს და საქართველოს ყოველთვის სიტყვის თავის სიტყვას ყველგან სათქმელი არის და თქვა თავის სიტყვა 17 მაისს საქართველოს უკვე და უთხრა იმ მტრულ ძალებს რომელიც მტრულ ძალების დღეს კიდევ და კიდევ ცდილობენ იმას რომ მოუწამლონ ჩვენს იმას მომავალს გონება და საქართველოს მიიყვანონ უსწრუისფილას ბატონო ჯუბერ მადლობთ რომ მობრძანდით მადლობა მოწვევისათვის ჩვენი ხშირი სტუმარი ხარ საკმაოდ საინტერესო საუბრები გაქვთ და ანალიზი გაქვთ ვიფასო ტელემაყურებლებო დიდი მადლობა რომ გიყურეთ კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე